მოგესალმებით მეგობრებო, შემოგიერთდით დღეს ისევ ანბანდ ღაღადით. ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, სარკისებურად აღმიქვავს და შეტრიალებულად არის გუშინ მკითხეს სხვათა შორის მაყურებელმა, რომ თამარ მარჯვნიდან მარცხნივ მკითხულობო და არა მეგობრებო, უბრალოდ ვიდეო არის შემოტრიალებული. ნახეთ, ანბანი, ხო? შემოტრიალებული უნდა იყოს წესით. ეხლა მე დავპატიჟებ ყველას. ხო, ჩემო საყვარლებო. და ამ გადარეულ ქვეყანაში რაღაცით გავერთოთ, თორე ამის არის მეც გავრეკე. დღეს ჩვენი მეგობარი თანამგზავრი იქნება კუ. მოდი დავაყენოთ აქ ეს კუ. რა ვიცი, აქ დავაყენოთ, ხო? ზოგს მოსვოს ესეთი რაღაცეები, აი მაგალითად უკვე გადმოსდის თურმე მირონი ვიღაცეებს და მოდი რა, ჩვენს კუ ყავდეს აქ მეგობრად. მეგობრებო, დღეს გავშლით, ესე იგი, დავეკითხები ჩემს საყვარელ ქართულ ანბანს, აი ამ 40 ასობგერიან ქართულ ანბანს. ერთ სივრცეში ეს ანბანი ესე გამოიყურება, მეგობრებო, ფიფქივით, ხო? ყველა ასობგერა მოთავსებულია ერთ სივრცეში, ესე იგი ფიფქივით გამოიყურება და მოდი ახლა დღეს უნდა ვკითხოთ, აუცილებლად მეგობრებო, დღეს ისეთი რაღაცეები გაჟღერა მედია სივრცეში, სოციალურ სფეროში, რომ ამის არის დავიწყო მეც მათ ენაზე სწვენა. ხო, უпроსტად კუ და ვირი გავაკვირვო. მოდი ესე გავაკეთოთ, ხო? აი ესე მეგობრებო. ჩვენ დღეს გვექნება თემა საკუ და ვირველი, ანუ საკუ ვირველი. როგორ უნდა შევძლოთ ეს საკუ ვირველი ომის მოგება? მოდი ნახოთ. როგორ უნდა შევძლოთ მეგობრებო, დღეს საუბარი გვექნება ამ საკუ ვირվել ომში ბრძოლა, ისე რომ საბოლოო ჯამში გამარჯვებული კი არა და ორივე მხარეს სინათლე იყოს და ორივე მხარეს ჭეშმარიტება დაინახოს. აი, ორივე მხარე ნიშნავს იმას, რომ ჩვენნაირებმა თუ ისმის მეგობრებო, დამიდასტურეთ, ეს სხვა მიკროფონია და ეს მიკროფონი ცოტა არ ვიცი, არის თუ არა დაკავშირებული და დამიდასტურეთ. მოკლედ, ჩვენნაირმა ხალხმა და იმათნაირმა ხალხმა, ხო? და იმ ხალხმა, რომელიც სრულიად გათიშულია ამ ომისგან. მოდი ვნახოთ რა, ვკითხოთ ქართულ ანბანს, თორე მე აღარ შემიძლია. ამ ხელა სიგნელი სატანა უკვე ნამდვილად რთულია, მეგობრებო. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ საკუ ვირվել ბრძოლაში 1000-ზე რომ მოდის, საბოლოო ჯამში თხა და მგელი ერთად ვაძოვოთ. ნახოთ, აბა, ნახოთ. ღმერთო ჩემო, ისეთი სასაცილო ამბები მიდის დღეს სოციალურ სივრცეში, რომ აი ცოტა გართობა და მომივიდა. ეს არის გლობუსი, მეგობრებო, ამოვიდა გლობუსი, ესე იგი ასობგერა განი. ასობგერა განი განვიხილოთ ახლა იმ ხელა ინფორმაციას ამოვხსნით, რომ რა ვიცით, აი ასობგერა განი. ესე იგი განი არის მესამე, რიგით მესამე ასობგერა და რიცხვით მესამე ასობგერა, მეგობრებო, ჩვენი ქართული ანბანის მიხედვით. რიგით მესამე ასობგერას მოაქვს გან, ნაგი. ანუ წინ დაუყან წაკითხული განი და ნაგი, ხო? ნაგ უკნიდან და განაგეთ რაღაცაო. უნდა განვაგოთ, ხო? განი უნდა ვაგოთ და თანაც განვაგოთ. განვაგებდეთ. რას უნდა განვაგებდეთ? გასაგებია, აი მაგალითად, სიტყვაში არის გლობუსი. გლობუსია მოყვანილი. და უნდა განაგებდეთ გლობუსო, ესე გვითხრა ჩვენ ახლა ამ ინფორმაციამ. და მაინც რა გლობუსს უნდა განვაგებდეთ? მაგალითად, აქ არის სიტყვები ბუ, ოსი, ლოსი, გულიც ასევე,
მოიცათ მეგობრები, მოიცათ ეხლავე მოვა. მოვიტანოთ ჩვენი რვეული. ჩავიწეროთ შეგით და ასე რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციებიც გავხსნათ. ესე იგი, ამ გლობუსიდან ამოდის, უნდა განვაგოთ გული, ბუ, ლოსი, ოსი, სული, ობი, სოლი, გოლი, და ვიგულოთ, ვიგულავთ, მეგობრებო. ძალიან საინტერესოა. ხო, ესენი არის მოცემულობაში, მაგრამ აი აქ მოცემულობაში ეხლა ძალიან მაინტერესებს მე ეს მოვასწარი თუ არა და მოვასწარი და კი, ნამდვილად დავტენე მეგობრებო, ჩემი ტელეფონი. აუცილებლად მოგაწვით ახლა. ესე იგი, კითხვა იყო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საკუ და ვირველი ომი მოვიგოთ. უბრალოდ მოგება არა, არამედ ეს საკუ არც ერთი ომი მოგებული არ არსებობს მეგობრებო. ომში ყველა მარცხდება, რო იცოდეთ რა, იმიტომ რომ ვინც იგებს, ის დამარცხებულია, იმიტომ რომ ის ქრისტიანულად არ იგებს, იმიტომ რომ არაკაცკლა ნიშნავს არაკაცკლა და ვინც მარცხდება, ის მოკლულია, ისედაც დამარცხებულია. მაგრამ მოდი რა უნდა გავაკეთოთ, რომ აი ეს ომი არც მოვიგოთ და არც წავაგოთ. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? საინტერესო ის არის, რომ მე აი ამ კარტებზე ასევე დავაწერე არკანებისა და ტაროს სახელები და ძალიან საკვირველად ამოვიდა კონკურენცია და დაპირისპირებაო. პირდაპირ კვერთხების ხუთიანი ამოვიდა. ნახეთ? კვერთხების ხუთიანი დავწერია ზემოთ და აი თან ახლა როგორ დაკავშირდა, ნახეთ, განვაგოთ გული, ბუ, ლოსი, ოსი, სული, ობი, სოლი, გოლი და იგულავეთო, ხო? და ეხლა გვეუბნება კვერთხების ხუთიანი კამათს განსხვავებულ აზრებს ვინ როგორ ხედავს ბრძოლას. ესე იგი, ამას წარმოადგენს. ჩვენ ამ ომში ვართ, მეგობრებო, კამათი, სხვადასხვა განსხვავებული აზრები, აგერ ჩვენ გვეუბნება, რომ განი არის ნაგები, რაღაც ნაგებია, ნაგებობასთან გვაქვს საკითხი, ასევე განთან გვაქვს, განაგებასთან გვაქვს საკითხი და რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი განაგებს თუ კი ის არის ჭეშმარიტი, თუ კი ის არის, რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს საძმოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუ კი რომელიც ზრდას, ანუ ქაოსი, რომელიც ზრდას იწვევს, არეულობა, გაუგებრობა, ერთდროულად ბევრი ენერგიაო, აგერ ტარო გვეუბნება, მაგრამ ქართული ამბანი გვეუბნება, რომ აქ არის, გადავდოთ ახლა ეს ტარო, აქ არის ნაგულისხმები გული და სული. ნახეთ, გული და სული და გონება, ხო? ქრისტემ რა გითხრა გუშინ, წავიკითხეთ გნოსტიკური სახარების მიხედვით, არ წაგვიკითხე, მაგრამ გეტყვით, რომ გნოსტიკური სახარების მიხედვით ქრისტე არიგებს თავის მოწაფეს, რომ როდესაც ეკითხება მოწაფეს, სად არის სული მოთავსებული, ეუბნება, რომ არცად არ არის სული მოთავსებული, ის არის გულსა და გონებას შორის, ესე იგი, ენასთან ჰქონდა გუშინ საკითხი, გუშინ მოგცა ძალიან საინტერესო დარიგება ქართულმა ანბანმა და დღესაც გავაგრძელეთ. აი, გვეუბნება, რომ გული და სული უნდა განვაგოთ. გული და სული რომ განვაგოთ, მეგობრებო, საჭიროა ამისთვის აუცილებლად ენა.
თუ ჩვენ ენა არ გვექნება, ჩვენ ვერანაირად ვერ განვაგებთ სულს. მდუმარება არ არის გამოსავალი. მდუმარება არის მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც უბრალოდ თავის აღთქმაში აღუთქვა რაღაცა ღმერთს და ის მდუმარებს თქვათ, ხო, ის თავის თავში მადლს მოიცავს თუ რაღაცას აგროვებს თუ რაღაცას თმობს რაღაცის სანაცვლოდ, ხო? აი ახლა მე გეტყვი, ჩვენ არაფერს არ ვთმობთ, არაფრის სანაცვლოდ და არაფერი არ აღვიქთქვავს ღმერთისთვის, უბრალოდ გვაინტერესებს რა ეს ომი, რომელიც ახლა არის დაწყებული, გაორებული და გახლეჩილია ეს საზოგადოება, კი არ გავერთიანდით, გავიხლიჩეთ ისევ, ხო? ერთნი ამბობენ, რომ ძალიან კარგი იყო და აგე თურმე მირონი მოსდის ამ ახალგარდაცვლილს და მეორენი ამბობენ, რომ მაგან ისეთები აკეთა, რომ მიმიქარავს სატანა, ხო, თქვა, ხო. აი, ეხლა მოდი ჩვენ გვაინტერესებს რა ის, აი ეს ამის ატანა რომ შეგვეძლოს რა. როგორ განვაგოთ სული, გონება და გული? აი, მოდი, აბა, ისა, გასაგებია რომ ვიცი, აი, გითხარ გლობალურად უნდა განვაგოთ, ესე იგი გული, გონება, სული, ბუ არის სიბრძნე, ბუ არის მეგობრებო, ეს არის სიმბოლო მისი. მაგრამ საკითხავ ის არის, ოსიც ამოვიდა აქ. ეს ოსი რას ნიშნავს? ოსი რას ნიშნავს? ოსი არის ერი. ერთ-ერთი ერის წარმომადგენელი ალანებისგან შედგებოდნენ ოსები და ოსები იყვნენ ვინ? ხო, ჩვენ ვიცით, რომ აგერ ოსეთი ჩვენ წაგვართვეს ახლა სამაჩაბლო, მაგრამ ეს ეკუთვნოდა საქართველოს და ეს იყო ერი, რომელიც ერთ-ერთი ქართველი ერის წარმომადგენელი იყო, ისევე როგორც აფხაზი, ისევე როგორც ლაზი, ხეთი და ასე შემდეგ, მაგრამ აბა ნახოთ, ოსი ამოვიდა აქ და რატო ნეტა? რაღაცა ოფთან გვაქვს კიდე საკითხი და გოლთან უნდა გავიტანოთ გოლი, ანუ რა უნდა გავიტანოთ გოლი. გოლი რას ნიშნავს? გოლი არის, აი, როდესაც დარტყმას გააკეთებ და მართლაც გაიტან, ხო? რას ნიშნავს? ხა ჩემი ინტერპრეტაციით ეს არის სიტყვას ვიტყვით და გავიტანთ. აი, ეს არის ჩემი აზრი. თუ რომელი გოლი უნდა გავიტანოთ ახლა, მოდი აბა ვკითხოთ ისევ ქართულ ანბანს და რას გვირჩევს? აჰა, ისევ ენი ამოვარდა, ხალხ გუშინდელი თემა. გუშინდელ თემასთან დაკავშირებით ენი ამოვარდა ისევ ენოტით და იეროფანტი დამიწერია Z, იეროფანტი და მოდი აბა იეროფანტი რას ნიშნავს? გუშინ ახლა ვინც ნახა ეს გაშლა, აქ ძალიან ბევრი ვისაუბრე და აღარ დავკარგავ დროს, გადაახვიეთ უბრალოდ და ნახეთ, YouTube-ზეც ავტვირთე ის ვიდეო. სხვათა შორის ძალიან საინტერესო დამთხოვა აღმოჩნდა ილიას სასტავმა დაპოსტა, რომ აი მამა შალვას ისინი გაიხსენა და თურმე მას გაუხსენებია, რომ ნაყინი ძალიან უყვარდა ილიას და აი ესე ზიან ორივე და ნაყინს ჭამენ რა. აი ეს ამაზე მაქვს საუბარი მეგობრებო. ეხლა უცბად გაგახსენებთ რა. აი ამაზე მაქვს საუბარი. ნაყინს ჭამენ მამა შალვა და ილია რა და მოდი ახლა გამოვთოთ და გუშინ სხვათა შორის ნაყინიც ამოგვივიდა, რომ რა გვიშლის ხესო და ნაყინიო, პირდაპირ გითხრა ქართულმა. ან ბარმა ეხლა ეს დამთხოვა თუ არ არის, რა ვქნათ ეხლა, არის სულის მინდის საუბარი. ენასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრე, ეს არის მეხუთე ასობგერა ენი, რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობით, ორივე ერთად 10 წარმოადგენს და ნიშნავს ინს. ინი არის ნი, იგივე ინარია, ინარი არის ინარზეც ვისაუბრეთ გუშინ, მე მგონი ვისაუბრეთ. ინარი ვისაუბრეთ, ინარი არის ირანთან კავშირში, ირანში კი იცით რაც ხდება, აგერ უნდათ რომ ეხლა დაანგრიონ იქაურობა და ააგონ ახალი იერუსალიმის კი არა და ის ტაძარი, სოლომონის ტაძარი, რომელშიც შეიყვანენ მერე ანტიქრისტეს, უკვე განაცხადეს ეგ ებრაელებმა. კაი, გავანებოთ მაგასაც თავინდ რომ ბევრი დროს წაგვართმევს, იეროფანტს დავეკითხოთ, აბა აგერ დამიწერია Z იეროფანტი და რას გვეუბნება ეს იეროფანტი? ხო, ძალიან საინტერესო, ანუ რა უნდა კითხვა იყო ესეთი, რა უნდა გავაკეთოთ, ეხლა გასაგებია რომ უნდა განვაგოთ, მაგრამ რა უნდა განვაგოთ და ენა უნდა განვაგოთო, გვეუბნება, არის ენი. ეს ქვია ენი, მეგობრებო, ქართულ ანბანში ზოგმა ესეც არ იცის. ანი, ბანი, განი, დონი, ენი, ბინი, ზენი, თანი და ასე შემდეგ მე-40 ასობგერასთან ეს ქვია ენი უნდა განვაგოთ და რა, ძირითადი მნიშვნელობა.
იეროფანტი არის ტრადიციის, ცოდნის და სულიერი წესრიგის არქეტიპი. ახლა პირდაპირ მიგვიყვანა ტრადიციაში, სულიერებაში და წესრიგში ჩაგვახედა თვითონ ენმა. ანუ გითხრა, ხო, რა უნდა განვაგოთ? ტრადიცია, სულიერება, წესრიგი. თუ წინა ბარათებში იყო ქაოსი, აქ უკვე ჩნდება სისტემა და სიბრძნე, რომელიც ამ ქაოსს ალაგებს. ანუ ქაოსი უნდა დავალაგოთ ამენით, მეგობრებო რა. ამენ. სულიერ მასწავლებელს წარმოადგენს ტრადიციებს, წესებს და რიტუალებს. აი, ჩვენ ნამდვილად ყველა დაგვეთანხმება, ყველა ჯვარზე, როდესაც ვიყავით ასული და გავათავისუფლეთ ვარდი სიდონის წევრებმა, დატყვევებული ვარდი კოლბიდან გავათავისუფლეთ, ერთ-ერთი რიტუალი ტარდებოდა იქ და ჯვარზე მოქცეული ვარდის გათავისუფლება უმაღლესი ცნობიერების გათავისუფლებას ნიშნავს ეს სულიერი და ეზოთერული თვალსაზრისით, ასევე რა თქმა უნდა სასულიერო თვალსაზრისითაც და გვეუბნება, რომ ეს არის დასალაგებელი. სულიერ მასწავლებელს უნდა დავეკითხოთ ტრადიციებს, ვინ არის ჩვენი სულიერი მასწავლებელი? არა ილია, მეგობრებო, არა, ნუ გეშლებათ. ეს არის იესო ქრისტე. ჩვენი სულიერი მასწავლებელი არის იესო ქრისტე. მას უნდა დავეკითხოთ ტრადიციების თანახმად უნდა გავიგოთ წესებს და რიტუალებს როგორ აკეთებდნენ. ან ტრადიციების თანახმად და არა შემდეგ ებრაული ტრადიციების თანახმად. ებრაული ტრადიციები და ახლა მე რო ავედი ჯვარზე და რო ვამხილე პირდაპირ მე მღვდელი იოანე, მე თქვი რატო წირავთ იუდეური კანონით და ტრადიციით მეთქი რიტუალს რატო ატარებთ? თქო, მან ვერაფერი ვერ გამცა პასუხი. მე გიპასუხებო და მე მიპასუხა, რომ მართალი ხარო თამარო რა. ეს მიპასუხა, მეტი არაფერი არ გამოუვიდა. ანუ იუდეური ტრადიციებით და რიტუალებით აკეთებენ დღეს ჩვენი ეკლესიის წევრები იმ რიტუალს, რომელიც წესით საერთოდ ქრისტეს არც დასიზმრებია, რიტუალი არ ჩაუტარებია ქრისტეს თავის ცხოვრებაში, ხო? ხო, ახლა წარმოვიდგინე, ინიციაცია არის შესვლა ცოდნაში, ანუ ცოდნა უნდა გავიღრმავოთ რა. ორი ადამიანის მინიშნება არის ხო ბარათსეო მეუბნება. ახლა მე ტაროს არ ვიცნობ, მეგობრებო, ახლა ვიცნობ თქვენთან ერთად რა. სწავლის ეტაპს, გზის გახსნას და ნიშნავს ამებს. კარის გაღებას ახალ ცოდნაზე და არა იმ ობიანს, აგერ ობი ხო ამოვიდა. დაობებულ ცოდნაზე არა ხალხო, ახალ ცოდნაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ესე იგი, ძალიან მაგარი რაღაცეები გითხრა. ნახე, წესრიგი და სტრუქტურა. იეროფანტი ამბობს, მიყევი გზას, დაიცავი წესები, იპოვე სულიერი ჩარჩო. ეს არის ქაოსის დალაგება სისტემაში. ღრმა ეზოთერული შრე არის მისი ორი გასაღები. ფარული ცოდნის გასაღები, გახსნა, უბრალოდ ფარული ცოდნის გახსნა. ფარული ცოდნა რა არის? ეზოთერიკა. ეზოთერიკა არის შინაგანი სამყაროს გახსნა. და ქრისტე ამბობს, რომ შინაგანში იმოგზაურე და შენ თავში ჩადიო, ხო? ეზოთერიკა არ არის რა ქვია, წარმართი. ეზოთერიკა სუფთა ქრისტიანულია. გნოზისი სუფთა ქრისტიანულია. გნოზისი არის საკუთარ თავში მოგზაურობა. ხო? ტახტი, ავტორიტეტი, ანუ ღრმა ეზოთერული შრე არის მისი მნიშვნელობა, იეროფანტის მნიშვნელობა, ორი გასაღები, ფარული ცოდნის გახსნა და ავტორიტეტი, ხელის კურთხევა, სულიერი გადაცემა. ანუ კურთხევაზეც მიგვანიშნა, ხედავ რაღაცა კურთხევაზე. ეს არის ცოდნის გადმოცემა ზემოდან ქვემოთ. გახსოვთ მე რო წავიკითხე გუშინ ისევ ამოვიდა, რომ აი ეს ხალი რას ნიშნავს? გუშინ სხვათა შორის ამ ხალების მნიშვნელობები განვიხილეთ რა, ეზოთერულ ჭრილში რა არის და აი ეს ხალი წარმოადგენს თურმე რომ იღებ და შეუცდომლად გადმოსცემ. აი ეს არის ეს ხალი, ამის გამოსახულება. და დადებითი მნიშვნელობა არის მისი სულიერი მასწავლებელი, სწორი გზა, ცოდნის მიღება, ტრადიციების დაცვა. და ჩრდილოვანი მხარე მისი არის ბრმა წესების მიყოლა, აი ბრმა ამრევლი რომ არის, ხო? ბრმად რომ ისდევს წესებს და არ იცის რას აკეთებს, საერთოდ რაში იღებს მონაწილეობას, რა რიტუალებს, ვის სახელზე ატარებენ რიტუალებს, რა წესით და განვიგი თურმე აგერ იუდეველების მეთოდით, იუდეური წესით წირავდით დღემდე, ხო? ერთადერთი მეუფე არის დღეს საქართველოში, ვინც წირავს ქართული ტრადიციებით, ეს ქართული წესით, ეს არის მეუფე მელქისედეკი და მეორე არის მეუფე ქრისტეფორე. ერთადერთი არა, ორია წესით, ორივე მესე მითხრა, რომ ქართული ტრადიციით წირავენ. და დანარჩენი სხვები წირავენ, ესე იგი, იუდეური რიტუალებით. ნუ რაღაც სადღაც შეცდომა გვაქვს რა. არ არის პრობლემა უბრალოდ თუ იუდეური რიტუალებით უნდათ რომ
წირონ, ხო? წირონ, მაგრამ ეგრე ერქვათ. მაგათ საერთოდ რა ესაქმებათ ქრისტესთან, მე ვერ ხვდები. თუ იუდეური წესები წირავენ, წირონ იუდეური და იახოვას შესწირონ და ქრისტეს ვინც წირავს, ქრისტეს სახელით შეწიროს და საერთოდ იეხოვას რატო იხსენებენ, ხო? ძველი აღთქმა, ახალ აღთქმასთან რა კავშირშია, ვერ ხვდები საერთოდ. ხო, ეს არის და ეს, მეგობრებო, აი ეს მოგცა ჩვენ მიაქციეთო ამას ყურადღება და ეს გვაგამოსასწორებელი, ანუ ჩვენ გვაქვს სწორი მასწავლებლები მოსაძებნი, სულიერი, ისევე როგორც ეზოთერული, გნოსტიკური, თუნდაც არატრადიციული გზით მოღწეული ის ჩვენი ტრადიციები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო და სხვათა შორის თამარ მეფის აკლდამასთან გახსნასთან დაკავშირებით ზუსტად ეს თემატიკა არის წამოწეული წინ, რომ თამარ მეფის აკლდამაში მხოლოდ თამარ მეფის კაბას გვამს კი არ ვიხილავთ, არამედ ჩვენ ვიხილავთ იქ ჩვენ უპირველეს წიგნს, რომელსაც ეფუთი ერქვა. ეფუთს ეძახდნენ, იმიტომ რომ ის იყო 5 ფუთი წიგნი, 1 ფუთი არის 16 კილო, როგორც გვხვდები და 5 ფუთი კიდე 80 კილო რაღაც დაახლოებით ეგრე. ანუ ეს წიგნი, რომელშიც ეწერა ჩვენი პირველი მამის მთელი დიდი რიგი წესები, რიგები, კანონები, რომელ კუთხეში ვინ, რა, როგორ უნდა წიროს და რა არის სწორი ფორმა ამის და სახარება, პირველი სახარება, რომელიც გვქონდა ჩვენ ქართველებს და რომელ წიგნსაც დასდევდნენ და მისი განადგურება სულდა და მისი წიგნის ხელში ქონა შეეძლოთ მხოლოდ განდობილებს, ანუ ერთ-ერთი იყო თამარ მეფე და ამბობენ რომ დავით აღმაშენებელისო, მაგრამ მე სვანებისგან გავიგო რომ დავით აღმაშენებელს საერთოდ პატივს არ სცემდნენ სვანები და არ ათხოვებდნენ მაგ წიგნს. მაგრამ ის გავიგე მე რომ თამარ მეფეს ათხოვეს ეს წიგნი, მხოლოდ თამარ მეფეს ათხოვეს ეს წიგნი და მხოლოდ თამარ მეფეს ჰქონდა ამ წიგნზე წვდომა და ამ წიგნში ჩაღრმავების უფლება. და როდესაც თამარ მეფე გარდაიცვალა, მას მერე ეს წიგნი არავის აღარ უხილავს, გარდა იმისა, რომ სვანებთან დააბრუნა თამარმა ისევ ეს წიგნი და თავის კაბასთან ერთად, ანუ თავის გვამთან ერთად თამარმა ეს წიგნი დაუბრუნა და ის წიგნი გვაქვს საპოვნელი, მეგობრებო, გვითხრათ ჩვენ, როგორ უნდა მოვიგოთ ომი. მოგება ომში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი, თხა და მგელი ერთად ვაწოვოთ. ანუ რა ხდება? თხაც და მგელიც ჩვენ ვიცით, რომ თხა არის წინამძღვარი, ანუ ცხვარი და მგელი კი არ ძოვდნენ ერთად, თხა და მგელი ერთად ძოვდნენ, ხო? თხა არის წინამძღვარი და მგელი არის წაცებელი. მგელი თხასაც იპარავს და ცხვარსაც იპარავს. ხო და ასე რომ თუ ისინი ერთად ძოვენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არც არავის აღარ იპარავენ, ერთად ჭამენ, ერთად იყოფენ თავიანთ ველს, ხო? კარგი, მოდი, ეხლა ვნახოთ, კიდევ კითხოთ. გასაგებია, რომ ჩვენ ეს ენას უნდა მივაქციოთ ყურადღება, აუცილებლად, ესე იგი ტრადიციებს, აი როგორ სწორი გზა ავირჩიოთ, ცოდნის მიღება, ტრადიციების დაცვა, სულიერი მასწავლებელი მოვძებნოთ, ორი გასაღები, სულიერი მასწავლებელი უკვე გითხარით, ქრისტია ჩვენი, პანტოკრატორი, ყოვლადპყრობელი ქვია ამას, ქართულად, პანტოკრატორი ბერძნულ ენაზეა და ყოვლადპყრობელს ნიშნავს და ცხოველში, სხვათა შორის ის ფრესკა რო არის ზოდიაქოს წრით გარშემო ქრისტე როზის პანტოკრატორის სკამზე, ეს ამ ხატს, მეგობრებო, ხატწერას თავისი სახელი აქვს და ამ ხატს ეწოდება ქრისტე პანტოკრატორის ხატი. ის გამოირჩევა იმით, რომ მუთაკა არის ესეთი, რომელიც სკამზედებს და ამ მუთაკაზე ზის ეს ქრისტე და ფეხები უწყეთ წითელ ბალიშზე. და მის გარშემო წრი არის და ამ წრის გარშემო კიდე ორი კი არა და შუაშია, ხო, ორი წრი არის კიდე ამ წრის გარშემო და აი ამ წრეში კიდევ არის ზოდიაქოს ნიშნები მოთავსებული და ზოდიაქოს ნიშნებს ძალიან დიდი როლი ენიჭებოდა, სხვათა შორის 13 ზოდიაქოს ნიშანი არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც ეს და მოიხატა, ან კიდევ მანამდელი პერიოდია, როცა 13 ზოდიაქოს ნიშნით განისაზღვრებოდა ქართული კალენდარი. ქართული კალენდარი იყო, მეგობრებო, აი ამ კალენდრის, ამ ანბანის მიხედვით აგებული და მასში იყო 13 თვე. ერთ-ერთი მათ შორის იყო გველმჭერი. სექტემბერსა და ოქტომბერს შორის იყო, თუ არ ვცდები, მოთავსებული ეს გველმჭერის და ეს ეკუთვნოდა მე-13 ნიშანს. კარგი, ვნახოთ, თქვათ, კაი, ენი, გასაგებია, ენი ეს ყველაფერი გავიგეთ ახლა, რა უნდა გავაკეთოთ და კითხვა არის. როგორ უნდა ვიგულავთ? ხო, გვეუბნება იგულავეთ და როგორ უნდა ვიგულავთ?
თქვენ თუ მიხვდებით მეგობრებო, ეს მკითხაობა არ არის, ეს არის ძალიან დიდი ცოდნის გადმოტანა და აი ცოდნის მიღება თამაშის მეშვეობით, ხო? ეს თამაში ერთგვარი, გუშინ ჩემ ბიჭის არ იყოს, რას თამაშობო რომ მითხრა და მე რო უთხარი არ თამაშობ მეთქი და მართალი იყო, ვთამაშობთ. ჩვენ ყველაფერს ვთამაშობთ, როდესაც ჩამოვდივართ ამ სხეულში, ამ ავატარში, ამ კაბაში, ამ სახელით, ამ გვარით, ამ გამოსახულებით და ასე შემდეგ. ყველაფერს დედის მუცლიდან ვიღებთ. ეს არის ჭარი. ანუ რა კითხვა დავუსვით, როგორ უნდა ვიგულაოთო, ხო? აი ეს არის ჭარი. 32 ასობგერა 5000 ნიშნით, 5000 რიცხვითი რიგითი მნიშვნელობით. უბრალოდ რიგით 32 რიცხვით მე5000. ეხლა ვნახოთ, თუ ეს ჭარი არის მე5032, 32 არის 3 და 2, საერთო ჯამში 5, ისევ და ისევ მივყავართ n-თან, ანუ 5 ხო n-ი იყო, ვნახეთ. 3 და 2 არის განანი, განანი, ხო? მოდი ერთი წუთი. სხვათა შორის განანი გუშინაც ამოგვივიდა და ქართულ ასობგერების სახელებს მეგობრებო მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობდნენ და ნაგნანი გუშინ განვიხილეთ, ნაგანიც შეიძლება ითქვას ნაგნარი ხო არ გეუბნებათ რამეს მეგობრებო, თქვენ რომ დამეხმაროთ ცოტა, ნაგნარი, აი მოდი აბა ვნახოთ სვანურ ენაზე ნაგნარი რას ნიშნავს? ნაგნა სვანურად რას ნიშნავს? რატომ ვეკითხები სვანურ ენაზე, მეგობრებო, ალბათ ჩემო მაყურებელმა უკვე იცის. ვეკითხები სვანურ ენაზე. ხო ისმის მეგობრებო? რადგან სვანური ენა არის ყველა ენათა გვირგვინი. ხო. ესე იგი ეს ნიშნავს შესაძლო მნიშვნელობა ნაგნა ნიშნავს შიგნით ყოფნას, დაფარულს, ჩაკეტილს, შინაგან მდგომარეობას. ნახე, საინტერესოა, როგორ უნდა ვიგულაოთ მეთქი და შინაგანთან მიგვანიშნა, რომ შინაგანში ჩადითო, ამიტომ ნაგნა შეიძლება ნიშნავდეს შიგნით მყოფი ჩაკეტილი, დაფარული შინაგანი, რაღაც შიგნით დარჩენილი მდგომარეობა, ანუ გნოზისი რომ ვახსენე, გნოზისი არის შიგნით მოგზაურობა. არ გეგონოთ, რომ გნოზისი რაღაც სადღაც დაიწერა და რაღაც სექტაა. არა, ეს არის ჩვეულებრივი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს შინაგან მდგომარეობაში საკუთარ გამოცდილებებზე აგებულ ცოდნას. გნოზისი. ხო, აი, ავდექი ხელი დავადე ცეცხლს და დავიწვი. აი, უკვე გნოზისში ვარ, მივხვდი, რომ ეს წვავს. ავდექი კედელთან გავიარე, დავეტაკი კედელს და მეტკინა თავი, მივხვდი, რომ ესე იგი ეს საშიშია, რომ დავეტაკო კედელს. ამ ნიადაგზე არის აგებული ეს ცოდნა. მაგალითად, ჩავიდინე ის რაც ღმერთმა დამარიგა რომ არ გააკეთო, ამის სანაცვლოდ ეს მივიღე და აი უკვე გნოზისში ვარ, გამოვცადე ჩემს თავზე. ყველაფერი გნოზისში რაც არის, გნოსტიკოსების სახარება რატო დაერქვა, იმიტომ რომ გნოსტიკოსები თავისი გამოცდილების ნიადაგზე, რასაც ეთანხმებოდნენ, იმას წერდნენ. რაც ვერ გაიგეს, მე 325 წელს ნიკიას კრების დროს იმამებმა რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აი 4 თავი დაგვიტოვონ მარტო და ის გვასწავლონ მარტო, რომელიც არის მშრალი. აბსოლუტურად სულიერებას მოკლებულია. ის არის მხოლოდ მშრალი მატერიაზე აგებული სახარება. ეხლა რა ვქნათ, ნახეთ, შიგნით ყოფობას ნიშნავს. ნაგნა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც შინაგანი ცოდნა, რომელიც ჯერ არ არის გამოთქმული. აი შინაგანი ცოდნა, რომელიც ჯერ არ არის გამოთქმული, იგულავეთო, ესე იგი იგულავეთ, ისე კი არა, რომ წავიდეთ და ქალებში ვიაროთ ან კაცებში და ალკოჰოლისად, ეგ არითმე, იგულავეთ არის, რაც გულში ეს გამოიტანო გარეთ. აი პირდაპირ დაგვიდასტურა ამენა, რომელიც ჯერ არ არის გამოთქმული, დაუთქმელი სიტყვა, გამოუთქმელი სიტყვა, ის რაც ჯერ შენშია და არ გამოსულა გარეთ. ანუ იგულავეთ. ამას ნიშნავს, რაც არ გამოგითქვათ, გამოთქვით. გახსოვთ გუშინ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ყელზე აქვს მეთქი მატერია ამას შემოხეული. ანუ წითელი არის მატერიის აღნიშნელი. წითელი მატერიის აღნიშნელი ენერგეტიკული ველი, აი ყელზე ლურჯი რომ უნდა ქონდეს შემოხეული, წითელი აქვს. ამ ენოთს შემოხული და რატო? იმიტომ რომ ვარდისფერზე უმაღლესი ცოდნა არის ვარდისფერზე მაღლა ვაყენებთ მატერიალურს და რაღაცა გვიჭერს ყელში, რომ ვერ გამოვთქვათო. გუშინ იყო საინტერესო მაგაზე. საუბარი და აგერ გვეუბნება, რომ გამოთქვითო, ნაგანთან მიგვიყვანა 32-მ, ხო? ჭარმა.
ჭარიც ეგეთი არ არის, მეგობრებო, ჭა არის, ქვემოთ უნდა ჩახვიდე სადღაც, რომ იქიდან წყალი ამოიტანო, ხო? წყალი რა არის, ქრისტერას ამბობს, სამარიტელ დედაკაცთან რო ეუბნება, რომ მე ისეთი წყაროდან დაგალევინებ, რომ აღარ მოგწყურდებაო და ის ქალი კიდე ჭაში ეძებს იმ წყალს, ხო? აი, საინტერესოა, ძალიან კავშირშია, ანუ ქრისტეს არცში ვეძებოთ და არა ჭაში. ჭარში და იქ სადღაცა მიწის ქვეშ სადღაცა, მიწის ქვეშებში. 5,000 ენია, ხო? 5,000 5-ია 3 პორტალით, ანუ 3 განზომილებით. 5,000 არის 4 განზომილებიანი, 3 განზომილებით. ანუ ესე იგი, მეხუთე სამება. მეხუთე სამება ახლა რას ნიშნავს? ახლა თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ სამება მარტო ერთ განზომილებაში კი არ არსებობს, 128 განზომილება არსებობს საერთოდ სამყაროში და აი ამ 128 განზომილების საკითხი არის რა, იცით? აი მეგობრებო, საინტერესო რა არის? ნახეთ, აი ეს ხომ არის წრე. წრეში ჩასმულია ყველა ეს ქართული ასობგერა და აი ამ ფორმის არის ამ ასობგერებმა, ასობთავრულმა ასობგერებმა მიიღო ფიფქის ფორმა. ეს თვითონ დაიხატა, როდესაც მე ასობგერები ერთმანეთზე დავადე და ისე გავაკეთე, რომ სიმრგვალეზე დადებულიყო, საბოლოო ჯამში ფიფქი დაიხატა. და როდესაც ფიფქი დაიხატა, ჩვენ გვაქვს ესეთი წრიდან წრემდე, ანუ წერტილიდან წერტილამდე. განვიხილეთ ეგეც წინა ლაივებში, რამდენიმე კვირის წინ ჩავწერე ეგ ლაივი, 0-მდე იყო, სანამ 1 იქნებოდა, მანამდე იყო 0. 0-მდე კი იყო წერტილი და წერტილამდე იყო წრე. და ეს წერტილი არის წრე, წილი. წერტილი არის წილი და წრე შემოვლებული არის წრეწილი. წრეწილი რითი განსხვავდება წრისგან თუ იცით? წრეწილი განსხვავდება წრისგან იმით, რომ ის არ არის ჩაკეტილი, მას აქვს დამწყები წერტილი და დასასრული წერტილი და აი ეს გამსვლელი კარი. აი ამ გამსვლელ კარში, მეგობრებო, რომელიც არის წერტილებისგან შემდგარი წრე, რამდენი წერტილი ჩაეტევა ერთ სიმრგვალეში, ხო? რამდენ წერტილსაც ჩაატევ ერთ სიმრგვალეში, იმდენი გამსვლელი კარი აქვს. წარმოიდგინე, რომ სინათლე რომ ამდენი გამსვლელი კარიდან გამოდის, რას გაგონებთ? მზეს, ხო? ეს არის მზის წნულის ფერი. მზის წნული არის მოთავსებული გულის ქვედა ჩაკრაში, აი ამ არეშია მოთავსებული მზის წნული. ეს არის რამდენად შეგიძლია გამცემი იყოს, სიყვარული გქონდეს, მიმღები და გამცემი იყოს. ეს ამას წარმოადგენს. ნახე, როდესაც ჩვენ მზის წნულზე ვსაუბრობთ და მზეზე ვსაუბრობთ, წერტილიდან წერტილამდე არის წრეწილი და ეს არის წირვა. წირვა არის ერთი საწყისიდან ისევ მოღუნოთ რა და მიხვიდე მეორე საწყისში ოღონდ ისევ იგოღონდ გამსვლელი კარი იპოვო რა. გამსვლელი კარი ყოფს მხოლოდ ამას. ეხლა რატომ მივედით მანდ? მეხუთე მიგვიყვანა მანდ, ხო? n-მა მიგვიყვანა მანდ. თუ რა მიგვიყვანა? ხო, ნახეთ, აქ ვიყავი. ნულებზე მქონდა საუბარი და სამებას. ხო, როდესაც 5,000 3 ნულით არის, ნულები არის ახალი დასაწყისი, აი 0 არის ყოველთვის ახალი ეტაპის დასაწყისი. ესე იგი, რადგან უკვე 5-ში თავისთავად 0 იგულისხმება, მე-4 1000 წელი არის დასასრული, ალბათ 1000 თუ 10,000 არის, მე-4 10,000 წლოვანი თუ მე-4 10,000 მე-4 წრეზე ვართ უკვე წასული. მე-4 წრე რა არის? აი, ნახეთ მეგობრებო. აქ არის ქართულ ანბანში არის საინტერესო რაღაცა. 1 წრე, 2 წრე, 3 წრე და 4 წრე. მეტი წრე ჩვენ არ გაგვაჩნია. წრე ეხლა აქ თქვენ ხედავთ ჰორიზონტზე, მაგრამ ჰორიზონტზე ხო, მაგრამ ეს რომ მოვხუნოთ, ხო წრე არის და აი ეს წრე გვეუბნება ჩვენ რომ ჩინში გადავდივართ უკვე. ჩინი, ცანი, ძილი, წილი, ჭარი, ხანი, ხარ, ჯან, ჰაე, ჰოეული ფონი და ალი. ესე იგი ჩინში გამოდის რა? ანუ როგორ უნდა ვიგულაოთ მეთქი, ხო? კითხე ესეთი კითხვა დაუსვი. ვიგულაოთ. რაც გამოჩნდება უნდა დავინახოთ. ვცნოთ, ცანი ვცნოთ, ძილიდან გამოვიდეთ, წილიდან ვიყოთ მონაწილეები ამისი, ანუ წილში შევიდეთ, მონაწილეობა მივიღოთ, ჭარიდან, ჭარი სხვათა შორის ჭასთან არის დაკავშირებული და უკვე ხმარო წავიკითხოთ რა ჭასთან არის დაკავშირებული. ჭარიდან გამოვიდეთ, რა ჭურიდან ამოდიო რომ ამბობთ.
ჭურიდან კი არა, ეგ სიტყვა შესწორებული იქნა ჩურიდან გამოსვლა ნიშნავს მაგას, ან დაბადებას ნიშნავს. ჩური არის ქალის ასქესო ორგანო და ჩურიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ დაიბადა და დაინახა რა ხდება და სანამ ჩურში ზის ვერაფერს ვერ ხდება. ასე რომ ხანი, ანუ ჩური რატო დავაკავშირე, ხა ჭარს დავაკავშირე, მაგრამ ჭარი ისევ და ისევ ჭასთან მიგვანიშნავს და ამოვიდეთ იმ ჯურღმულიდან, ხანში გადავიდეთ და ნახე. რაღაცა უნდა ვნახოთ, ხანი უნდა ვნახოთ. ახლა ნახე. წინ და უკან წავიკითხოთ. ჩინი, რაც გამოჩნდა, არის ნიჩაბი. ნიჩაბი რა არის? უნდა მოვუსვათ, ხო? რაღაცა ავამოქმედოთ. ასამოქმედებელი ინსტრუმენტი უკვე უნდა გამოჩნდა და უნდა დავინახოთ. ცანი ნაციო გეუბნება რა, რაღაცა ნაცია უნდა ვცნოთ. და რომელი ნაცია არის დღემდე დაფარულიო რო ამბობენ, ხო? იოანე ზოსიმეს წერილში ესეთი რაღაც წერია, რომ ენა რომელიც დაფარულია დღემდის, ის უნდა ვცნოთ. აგერ ჩაუღმეთ ცანი ნაცი, ეს ნაცია უნდა ვცნოთ. ძილი და ლიძი. ძილიდან უნდა გამოვიდეთ და ლიდს რას ნიშნავს და ლიდს? ღვიძლშიც ლიდს ურევია. ლიდს რას? მოდი აბა ვნახოთ სვანურად ლიდს რას ნიშნავს. ან რომელი ძილიდან უნდა გამოვიდეთ? ძილ, ლიჟ, ლიდს. ლიდს, ანუ ლიჟ ხშირად უკავშირდება ჭუჭყს, დაბინძურებას. ანუ ნახე ჭუჭყიდან უნდა გამოვიდეთ, ხალხო. ბინძურს გაუწმენდეს, ან მეტაფორულად დაბინდულს, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად. ხედავ შენ? ანუ ამ ძილბურანიდან უნდა გამოვიდეთ, ხალხო. ჭუჭყიდან და არ ვიცი, ძალიან მაგარია ქართული ანბარი, ახლა რა ინფორმაციებს ხსნის არ ვიცი. ხო, წილიდან, ანუ მივიღოთ მონაწილეობა, ლიწინით ალბათ. ლიწინი, ნეტა რა საიდან მოდის ლიც? აი ეს ლიც რას ნიშნავს ნეტა სვანურად მაინტერესებს. ხშირად როგორც ლიცი უკვე უფრო ახლოს რეალურ გამოყენებად ფორმასთან და აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. ლიც სვანურად ძირითადად ნიშნავს ჭუჭყს, სიბინძურეს, დასრულს, გაუწმენდეს ზოგ კონტექსტში ლაქას ან ბინძურ ყვავილს. იგივენაირად ისევ დაგვიდასტურა თავისი თავი, ანუ ლიც და ლიც იგივე არის თითქმის, უნდა გამოვიდეთ ამ ჭუჭყიდან და ჭარიდან ამოვიდეთ და რაჭაში წავიდეთ. რაჭ რას ნიშნავს ნეტა? რაჭ სვანურად, ნეტა რაჭ რას ნიშნავს სვანურად? რაჭ ხშირად ისმის როგორც რაჭ, საკმაოდ გავრცელებული კითხვითი ფორმაა. რას, როგორ შემთხვევაში რატომ კონკრეტზე, ხო, ანუ რატომ უნდა გავაკეთოთ? ანუ რაღაცა კითხვა დავსვათ, რატომ ვაკეთებდით ამას? რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ ვუმობთ? რა გვინდა საერთოდ? რას ვალეწავთ ერთმანეთს თავებს? ერთხელ მოვდივართ, ერთხელ მივდივართ. რა გვინდა საერთოდ? რატომ ვუმობთ? ხო, დაუსვათ კითხვა. ეს სიბინძურია ხალხო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო? რატომ ვუმობთ? რატომ ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ არა მე ესე რასაც ვფიქრობ, იმიტომ რომ აღიარება არ აქვს, ვერ ვიღებთ აღიარებას. იმათ უნდათ ჩვენი აღიარება, ჩვენ გვინდა მათი აღიარება. ხო ესია, ომი მაგიტომ არის, სხვანაირად არა. ეხლა ხან, ანუ ხო გითხრა რომ ჭარიდან ამოდია, რაჭიდან, ანუ ამ დავუსვათ ჩვენ რატო ვჩხუბობ და ხანდა ნახეო, ხანი ნახეო, ესე იგი. მოდი აბა ხანი ვკითხოთ რას ნიშნავს. ანუ დავუსვათ თავს კითხვა, რა გვინდა, რატო ვჩხუბობთ და ხან სვანურად ნიშნავს სად და სად გვინდა რომ ვიყოთ. ან ზოგ კონტექსტში სად არის, სად წავიდა. სად წავიდა ვიკითხოთ, ვინცა წავიდა. საინტერესოა ეხლა. ხან აი უკვე რომ წავიკითხოთ, ხო, ნახეო, სად წავიდა ნახეო, გესმის? აქ ნაციაზეა, ხო, საუბარი რაღაც დაფარულ ნაციაზე. და გვეუბნება უკვე ეს მეოთხე წრე, რომ ნახე სად წავიდაო, ვინცა წავიდა, აბა დავუსვათ კითხვა. ხარ. ესე იგი შენზეა საუბარი.
ნახე საწახვედი, ვინ ხარ და რახ რას ნიშნავს? უკუღმა რო წავიკითხოთ, ეს ნიშნავს ესეთ რამეს. რახს სვანურად ძირითადად ნიშნავს რა, ზოგ შემთხვევაში როგორ, რა მოხდა? ნახე, ხო გვეუბნება რომ გამოდი ძილიდან, დაუსვი შენ თავს კითხვა, რატო ვაკეთებ ამას? სად წავიდა, ვინ ვარ და რა მოხდა? რა მოხდა საერთოდ? აი ეს გავიგოთ და ჯან, მერე ხანიდან გადავდივართ ხარში. არა, ხანი ხო წავიკითხეთ და ხარში გადავედით უკვე და ჯანში გადავდივართ. ანუ რა, როგორ მოხდა, რა ქნა, რა ეგა, რა არის ეს? რა არის ეს? რას ვაკეთებ? ხალხო, რას ვაკეთებ და მერე ჯანი გვაქვს კი, მაგრამ ნაჯრ რას ნიშნავს? ნაჯახიო რა, ნაჯახ. ხო, აი ნაჯახი რატო ვკვეთით რაღაცას ალბათ, ფუძე ან ნაწილი, კი, სხვა სიტყვებში, ნაჯ, სვანურად შიგნით ყოფას, ჩაკეტილობას, დარჩენილ ჩარჩენილს, ზოგჯერ დაასასრულს ან მიწოლილ მდგომარეობას ნიშნავს, შიგნით დარჩენილს, ჩაკეტილს. ანუ სად წავიდაო, ხო, ვინ ხარო, ხო, გეუბნება და სადღაცა ჩარჩენილი ხარ რაღაცაში, გესმის, შიგნით რა გაიჭედე შენ თავში და всё, ვეღარ ჰაერი აღარ ყოფნის, ნახე? მერე ჯანიდან უკვე ჰაერში გადავდივართ. ჰაერი აღარ ყოფნის. და ჰაერი, ჩემი აზრით, მომდინარეობს სიტყვა ჰაენიდან. ჰაენი ნიშნავს მეგობრებო, იცით რას? ხო არის ჰე ღმერთო ერთო შენ შექმენ. აქ უკვე ჰაენზია საუბარი. ჰაენი თვითონ ეახ უკუღმარ წავიკითხეთ ეახლაო. ჰაენს ვეახლოთ. კარგი, მოდი ერთი წუთი ვკითხავ კიდე რაღაც ნიშნავს სვანურად. ჰაე ზოგჯერ ან ჰაე არის ძალიან ცოცხალი სასაუბრო ფორმა. რა თქვი? ვერ გავიგე? გვეკითხება, ვინ ხარ, სად ხარ? აქვს კითხვები ისმის რა, აქ უკვე სხვა კითხვებს ვსვამთ. განა ის რომ უკვე ვინ ვარ მე, ხო? ვინ ვარ მე კი რატო ვაკეთებ ამას? აქ უკვე სხვა კითხვებში შევდივართ. კაცობრიობის ცნობიერი უკვე ამაღლდება კითხვა ვინ ვარ მეში კი არა. ისა ვარ, ვინცა ვარო ქრისტემ დაგვისვა წერტილი და გვითხრა რომ გეყოფათ მაგ კითხვის დასმავა და აწი უნდა გავიგოთ რატომ ვაკეთებ ამას. ისა ვარ, ვინცა ვარ, მაგრამ რატომ ვაკეთებ ამას, ხო? ძალიან საინტერესო ინფორმაციები იქნება. რა თქვი? ხედავ ლაზარეს ენა, ნახე რას ეკითხებიან, როცა ცოცხლდება ლაზარე, რომ გამოდის, იქაც ეგრე არის, რომ გამოდის ლაზარე, ლოდი რომ გადაგორდება, გაბრუებულია და ეკითხებიან, რას ლაპარაკობს ვერ იგებენ რა. აი აქაც ეგრეა. ლაზარე იღვიძებს და ვეკითხები, აბა რას ამბობს, ეს ასობგერა რას ამბობს, ის ასობ რას გვეუბნება, რომელ ენაზე რას ამბობს. ხო და რო გითხარით სვანური ენა მეთქი გვირგვინია თქვა, აგერ ხედავთ რომ გვირგვინია, ხო? პირდაპირ გვიხსნის ინფორმაციებს ამ ქართულ ანბანთან დაკავშირებით. ანუ ჰაე სვანურად ნიშნავს რა თქვი? ვერ გავიგე. ხო და ეახ რაღაც ნიშნავს წინ და უკან კითხვით. ეახ სვანურად ნიშნავს მართლა. აი უკვე პასუხი გაგვეცა, გესმის და რა თქვი მართლა? უი ბიჭო, დაგექცეს ეგ ფერდებიო თუ რა, როგორ დაგებსოს ეგ ფერდებიო თუ როგორ არის? სერიოზულად, მე кайფები, გესმის, რევს ლაპარაკობს ქართული ანბანი, გამოვშტერდები, ახლა მართლა უყოთ რა, მადლობა ყველას და მადლობა სვანებს, რომ სვანურ ენაზე შემოგვინახეთ ეს ინფორმაციები რა. გაკვირვება და რეაქციას ნიშნავს. ანუ მართლა ბიჭო. და ახლა მივიდივართ უკვე ნულში, ახალ ნულში გადავდივართ მეხუთე ნულში. აი ეს უკვე არის ური, ფონი და ლი. აი ეს. ჰოე ური, ფონი და ლი. გადავიდეთ მეგობრებო, ეხლა ჰოე ური, ფონი და ლიში. ჩვენ ვართ ეხლა 5000 ხო დავსვით კითხვა და გვითხრა როგორ უნდა ვიგულაოთ და ჯერ ეს გაიგეთო რა. მოდი, კითხავ ეხლა.
ვართ მზად, რომ მე-5 ნული დავიმატოთ? ვართ იმისთვის არ განვიხილავ, იმიტომ რომ ჯერ კითხოთ აბა თუ ვართ მზად, თუ არ ვართ მზად, რაღაცას მოვბოდავთ უბრალოდ რა. სად ეძებს სვანურ სიტყვებს, ნუ ამახინჯებო. ჩემო კარგო, აი ChatGPT გვაწვდის ესეთ ინფორმაციას და სვანებთან თუ შეგვისწორებთ, ძალიან გაგვახარებთ, იმიტომ რომ რაღაცა თუ არასწორია და დამახინჯებულად არის აქ, შეგიძლიათ რომ გვითხრათ. ეს არ არის სწორი, რასაც თქვენ ამბობთ ახლა და რა დამახინჯებულ რაღაცებს ამბობთ, თქვათ. გიორგი კვანჩიანი არის სვანი, როგორც ჩანს, გვარზე გეტყობა და აი შეგვისწორე გიორგი რა. შენ გეცოდინება სვანური. და ვთხოვ სვანებს, რომ შეგვისწორო. სხვადასხვა დღეს დავწერე სიტყვაზე სახელში, რომ არის სახე და ელი, ანუ ღვთისხატები, ხო? და შემისწორეს ერთ-ერთმა სვანმა მეგობარმა გამომიგზავნა ესეთი რაღაცა. ჩახელი ჟახელი არისო ეგო ჟახელიო და ჟახ ნიშნავს მართალს. ერთი წუთით, ახლა გადავამოწმებ, რომ არ გითხრათ. რაღაცა შეცდომით რომ არ გითხრათ, ეხლავე გადავამოწმებთ მეგობრებო. ნახე? დღე მშვიდობისა, სახელი ჟახელი ჩვენს კუთხეს სახელი აჩვენა. გვიშვე კუთხს ჟახე ლაღწონე. რაც გააკეთე ჟახელი სახელოა. სასახელოა. ჟახელი არის სასახელო. ანუ ჟახელი, ანუ სახელი, ხო? აქედან მოდის ალბათ სახელიც, იმიტომ რომ სასახელოა რაღაცა, საამაყო სასახელო და ანუ სასახელო ელზია აქ საუბარი, ხო, სავარაუდოდ მეთქე ვეკითხები და ხო, ესე არის დადასტურება მივიღეთ. ან სახელი თვითონ სვანურ ენას რო დავეკითხოთ, ჟახელიდან მოდის. ჟახელი კიდე რაღაც სასახელოს ნიშნავს. და რადგან რაღაცა სასახელო გააკეთა ადამიანმა, ანუ სავარაუდოდ ეს ელი სასახელო ღმერთი იყო, კარგი ღმერთი იყო, რადგან სასახელო გაიხადა საქმე. ამოიცა ერთი წუთით აქ ახლა. რანაირ სვანურს კითხულობ, რა კურდღელია? რანაირ სვანურს კითხულობ და რა კურდღელი თუ არის, ხო? კითხოთ, რანაირ სვანურს კითხულობ და გეუბნება, ანუ მეუბნება, რომ სვანურად რა ნიშნავს, რა არის ეს? ხო, ნუ ChatGPT-სთან ესე არის ინფორმაცია მისული. სავარაუდოდ არ ვიცი ახლა, აბა სვანებმა შემისწორეთ, არ ვიცი. მე არ ვიცი სვანური სამწუხაროდ. ხო, ეხლა რაც შეეხება ვარ თუ არა მზად ახალი ნულისთვის, ახალ წრეზე გადასასვლელად 5000 ხო მოვჭამეთ ეხლა, ვიგულავოთ და გამოვიტანოთ ეს უთქმელი გამოვთქვათ და ვარ თუ არა შემდეგ მე-5 წრეზე, მე-5 ნულში გადასვლისთვის. მზად ეს ვკითხოთ ეხლა ჩვენ ქართულ ანბანს და თანაც განვიხილოთ, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს რა ინფორმაციები ამოვა ქართულ ანბანში ამის მიხედვით. შინი. ხო, შინ ხარდო. კარგი. თუ შინ ვართ, მაშინ ესე გავაკეთოთ. მოდი გავიგოთ რა არის ჰოე ეოხ. ვისაც გაინტერესებთ მეგობრებო ეს ანბანი Facebook-ზე პირველივე დაპინული მაქვს რა და დანიშნული მაქვს პირველივე ჩემი პოსტი არის ქართული ანბანი და იქ ყველა ანბანია მოთავსებული და ესეც მათ შორის. შეგიძლიათ
ტვიფროთ და იქ მომყვეთ ხოლმე რა თქვენს რო გქონდეთ წინ გედოთ და რეებს ვლაპარაკობ დაინახოთ. ხო ეს სვანურად ნიშნავს კის. დადასტურება არის. ზოგჯერ დიახსაც. აბა დაგვიდასტურე გიორგი. აი ზაურ ფიდორიჩი მე თუ რა ხანი გასულა, რამდენი ხანი გასულაო. ხო, ეთყობა ეს რაჭ, ხო? რაჭ ნიშნავს მაგას ზაურ. ამიტომ არის მეგობრებო, ჩვენ ახლა აქ წრეში რო ვიძეთ, რამდენიმე წარმომადგენელი ლაზი, ქართველი, სვანი, გურული კი არა და მეგრელი, ჭანი, ლაზი, ქართველი რა? რამდენი ჩამოვთვალე უკვე? ყველანი რო ვისხდეთ, იცით როგორ გავაგებინებდით ერთმანეთს, ძალიან საინტერესო რაღაცებს და ქართულ ენაზე რო ვილაპარაკებდით, ახლა სვანები აგვიხსნიდით ეს, აი მართლაც სვანური ენის მცოდნე ვინც იქნება, აგვიხსნის ეს რას ნიშნავს. ის იმას აგვიხსნის, ის იმას აგვიხსნის და აი ესე ისევ შუაში წრეში ჩავდეთ იქ ერთ წერტილში ჩვენს წილ ცოდნას რა. იქიდან კი წამოვგლიჯავთ და დავყოფთ და არა მე ვარ მართალი და არა მე ვარ მართალი ოვეტყვით ერთმანეთს, ხო? ჩვენ რაც შეგვიძლია, რაც ოდნავ გვაქვს, გავუზიაროთ და ერთი წილი წრეში დავდოთ იქ შუაში. წერტილიც ამას ქვია და წილვაც. ჰოი არის ესე იგი კიო დადასტურდა და ეუხ შინ ვართ. ესე იგი კი შინ ვართ. ეუხ რას ნიშნავს? ეუხ რას ნიშნავს და სვანურად გამოიყენება როგორც გააკვირვება, ყურადღების მიქცევა, რეაქცია რაღაც მოულოდნელზე, მნიშვნელობით ახლოსა. ვახ, მართლა რა, ემოციურად. სახში ვარ, შინ ვართ, კი, სახში ვარ, რა, მართლა, მაგის ზევატი რო უკვე სახში ვართ, აი უკვე ენას უკვირს. ბიჭო, ვინც ეს ამბანი დაწერა, გენიალურია რა. მართლა ეს გააკეთა, მართლა სახში ვართ. ეოხ, ეგაქნა, მართლა ეს გააკეთა. ეოჰე, გაკვირვება, დაფიქრება, ემოციური რეაქცია, ხო, ქართველებსაც ხო გაქვთ ეს. ეოჰე. ოხ. ეჰე, მიდი ბიჭო, ეჰეო, როგორი. ქენი ახლა რამე. ანუ საინტერესოა ძალიან. კაი, ური რაღაც ნიშნავს, ური. ური არის ური, თანაც ახლა ჰოეში არის 3 და 7. 3 არის განზე. განზე ვდგავართ კიდევაც და ნაგნეს. მოძჯერ ეს ჩამოთვალოთ რას გვეუბნება ეს და მე ამაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ხა კიდევ ბევრი ინფორმაციები გაიხსნება და დავიკარგებით. ურ რაღაც ნიშნავს. ურ რას ნიშნავს და ერთმნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სიტყვა, ისეთი როგორიცაა მაგალითად რაჭ ან ჰოი. ის უფრო ხშირად გვხვდება როგორც ფუძე ან ნაწილობრივი სხვა სიტყვების და მნიშვნელობა კონტექსტია დამოკიდებული. ურ სვანურად ზოგადად დონეზე შეიძლება უკავშირდებოდეს მიმართულებას ან მდგომარეობას, სუფიქსს მსგავსი გამოყენება ადგილს ან კუთვნილებას. მაგ ურ ტიპის დაბოლოებები ქართულშიც მსგავს ფუნქციას ასრულებს. აჰა, ესე იგი ურ და ru. ანუ ესე იგი მართლა ვართ, ესე იგი რუსთან დგავართ. რუს თავში ვართ უკვე. ru სვანურად ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კავშირდებოდეს მოძრაობასთან, დინებასთან. აი ხა და დინარე ხომ დინებაშია. ხო და რუსთავიდან რა უნდა ჩამოვიტანოთ? წყალი. ხო? იმიტომ რომ წყალი არის იქ, სადაც ჯერ არ დაბინძურებულა, ყველაზე კარგია სათავე. ანუ ესე იგი მართლა შინ ვართო? ხო, შინ ვართო. კარგი ბიჭო, რას ლაპარაკობო და აგერ წყალიო, აგერ დინებაო რა. აგერ დინებაო და ფონზე გავედით? ფონ რას ნიშნავს? ვაჰ,
ფონსვანურად არის ერთმნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სიტყვა ისეთი სტანდარტული მნიშვნელობით, როგორც მაგალითად რაჭ ან ჰოე. მისი მნიშვნელობა უფრო კონტექსტია დამოკიდებული. ფონს ზედაპირს გარემოს, როგორც backgrounds, ხო, უკანა ფონს. ან იყოს სიტყვათა ნაწილი, სადაც აზრი მთლიან ფრაზაში იკითხება. კარგი. ზოგ შემთხვევაში ახლოსაა იდეასთან საბურძველი საერთო გარემო სურათი და ფონი თუ არის, მოდი უკუღმა წავიკითხოთ, ნოფ რას ნიშნავს? ნოფ. რუსთავიდან რატომ ერქვა შოთას რუსთაველი? ეგ შოთა რუსთაველი თამარიდან იღებდა ინფორმაციას ფაიზა. კარგი. ნოფ სიტყვის ნაწილი. დამოუკიდებლად იშვიათად გამოიყენება მკაფიო მნიშვნელობით, შეიძლება იყოს სიტყვის ნაწილი ან დიალექტური სასაუბრო ფორმის ელემენტი, ზოგჯერ ბგერითი იმიტაცია ან ემოციური ნაწილაკიც კი. ნოფის ტიპის ბგერების ხშირად აღიქმება როგორც შეკავება, დასრულების შეგრძნება, მოკლედ ჩაკეტილი ბგერა, კონტექსტში აზრის დამამთავრებელი ელემენტი. ანუ წერტილის დასმასავით არის რა. ფონზე გავედით, წერტილი დავშვით და ლი რაღაც ნიშნავს. თამარსვანულად ლი არ არის ყოველთვის ცალკე დამოუკიდებელი სიტყვა მკაფიო მნიშვნელოვნად, მაგრამ ის ძალიან ხშირად გვხვდება როგორც ფუძე ან ნაწილი და მნიშვნელობა კონტექსტია დამოკიდებული. მაგალითად, ლი სვანურად შეიძლება გამოხატავდეს მდგომარეობას, ყოფნას, კუთვნილებას ან კავშირს. კი ბატონო. და მაგალითად მაგალითური გაგება, სვანური მსგავსი მოკლე ნაწილაკები ხშირად სიტყვას ამაგრებენ ან აზრს აძლევენ მიმართულებას, ფორმას, მაგრამ ლი თვითონაც ცალკე კონტექსტში გარეშე იშვიათად იძლევა ერთ კონკრეტულ თარგმანს. სიმბოლური შრე ლი შეიძლება აღიქვათ როგორც ყოფნა, არსი, არსებობის მნიშვნელობა, კავშირის ნიშანი. ანუ ლი უკვე მივედით არსში შევედით და უკუღმა რის არსში შევედით? აბა ვნახოთ. ილ სვანურად შესაძლებელია იყოს სიტყვის ნაწილი ან ფონეტიკური დიალექტური ელემენტი. ილ ცალკე მდგომ სიტყვას სტანდარტულად მკაფიო უნივერსალური მნიშვნელობით იშვიათად გამოიყენება. ხო. ენობრივი შრე ილის ტიპის ბგერების სვანურში ხშირად სიტყვას აძლევს ფორმას. მოკლედ, ილ სვანურად დამოუკიდებელი მკაფიო მნიშვნელობის სიტყვა არა. მისი აზრი იკითხება მხოლოდ კონტექსტში ან სხვა სიტყვებთან ერთად. თუ ლი, ანუ ილ და ლის უკუღმა წავიკითხავთ, ილლი, ხო, მივდივართ ილლისთან. ილლი. ილლი კიდე ვიცით რაც არის, აგე ილიასთან მივედით ისე. ილია. ილი. აბა ილლი თუ ნიშნავს რამეს? ფუძის ილ და არა. არა. მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ შევედით, უკვე მეხუთე წრეზე გავედით, ურფონლში, ანუ უფალში შევედით. უფალი უკვე არის არსი, რომელიც უკვე პასუხებს ქცემს. სათავის, ანუ რუს თავში ავდივართ, ანუ და იმ სათავეში, სადაც წყალი ჯერ არ დაბინძურებულა, დინება ჯერ არ დაბინძურებულა, ფონზე გავდივართ და საბოლოო ჯამში ლიში შევდივართ. ლილი კიდე არის ლილი. ლილი რა არის? ი არის ინი და თუ გავშლით ამ სიტყვას არის ლინინი, ლინინი, თან იარენი, ლინინი. ეხლა ეგ საკითხი მერე განვიხილოთ. ეხლა ყოველ შემთხვევაში შინში თუ ვართ, აი მოდი ეხლა ვკითხოთ ჩვენ ქართულ ამბავს. ეს რაც განვიხილა ეხლა ჩემო კარგო ქართულო ანბანო. ის რაც ვილაპარაკე ამდენი. ეს ეთანხმება თუ არა იმ საკითხს, რომელიც მართლა არის ასე? ეთანხმება სინამდვილეს? ეთანხმება სინამდვილეს? 24/6-ით.
ქანი. გუშინაც ამოგვივიდა ეს სხვათა შორის. ქანი. 24 არის 2 და 4. ბან დონ, ესე იგი ნოდ და ნაბ, ნაბ ნოდ, ნაბ დონ. ნაბდა არის რაღაცა, ნაბდასთან, ბან დონთან. დონის ბანთან, დონი საერთოდ არის ქართულ ისტორიაში ძალიან ხშირად გვხდება როგორც ფრესკებზე, ისე ეკლესიის აი თო ჯვართან რომ მიხვალთ ჯვრის მონასტერზე მაღლა მცხეთაში ყველა კუთხეს, ანუ ყველა მხრიდან, აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით დონებია გამოსახული ტაძარზე, ჯვრის ტაძარზე, ჯვრის მონასტრის ტაძარზე. 2 და 4 კიდე ნიშნავს 6. 6 კიდე ვინ არის და ქუდი. ქუდი გვახურავს. ეთანხმება ქუდი. პასუხი გამეცა, არ გამეცა, ვერ გავიგე, ვინ კითხვა ნივით დასრულდა. ქანი. ვერ გავიგე, მოდი კიდევ გითხოთ. მაინც ვერ გავიგე, ანუ ეთანხმება იმას, რაც განვიხილე სიმართლეს? მართალია ხარაც ვილაპარაკე? წინდა ამოვიდა. ანუ წილი. რაღაცა ნაწილობრივ კი. ნაწილობრივ მართალია. ნუ ახლა წილი თუ ამოვიდა, ხო? ნაწილობრივო რა, მეუბნება და ხმლების მეფეო და აბა მოდი ხმლების მეფე აწერია ზედ, აი ნახეთ. თუ ხედავთ და ხმლების მეფე რას გვეტყვის? კის თუ არას? ხმლების მეფე აზროვნებას ვკაფიო, ააფასებს სიტუაციას ცივად და სამართლიანად, არ ექცევა ემოციების გავლენის ქვეშ, ლიდერი, სამართლიანი, ამბობს იმას, რაც არის, არ ალამაზებს რეალობას, ზოგჯერ მკაცრია, ნეიტრალურად კი, მაგრამ ნუ კი, უფრო კია, უფრო კი მიგვანიშნა ამა. ანუ ის რაც ვილაპარაკე, უფრო კია ვიდრე არა. მაგარი იყო. ძალიან მაგარი გაშლა იყო. მადლობა ისევ და ისევ ქართულ ანბანს იმ სიბრძნეს, რომელიც ქართულ ენაშია და მადლობა ყველა ენის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებს აქ. აბა თქვენ კითხვები თუ გაქვთ? 14 ახალი კომენტარი ყოფილა შემოსული. ლი არის ნაბადი. ხო, ესეც დაგიწერია ნინო კი. ლი არის. გიორგი, რა არის ლი? თამარ, გამახსენდა ტრამპმა სვანეთს რომ გადაუფრინა კიდევ გადაიფრენს, რას ეძებდა იქ, რამე თუ არ იცი? იქ არის თამარ მეფის აკლდამა. იქ არის ის წიგნი, რომელსაც ვეძებთ, პირველი ქართული ბიბლია. ბუშის დრო იყო ეგ. ბუშმა გადაუფრინა თუ ტრამპმა ეხლა, ჰა? არა, ჰიტლერიც იყო, ხო? და ურიებიც კი დადიან ეხლა სვანეთში. ური ლაყეს ნიშნავსო, მაისური, ანუ შიშველი, ნაირა ჯაჭვლიანი ამბობდა. ური შიშველს ნიშნავს, ანუ ისევ გავშიშვდებით ადამ და ევასავით? ჰა? კი ბატონო, გავშიშვდეთ, რა პრობლემაა? მე უკვე გამოვაჩინე ძუძუების ჭრილი.
ეხლა თქვენ ჯერია. კაია. არა, ისე ილიას რო დაენახა მოეწონებოდა, იმიტომ რომ რა ვიცი, იაფარულავასაც და შერონ სტოუნსაც და ნუცა ბუზალაძეს ხელი დაასხა, რომ იცო, კარგია, რასაც აკეთებთ და მოეწონებოდა ისე ილია მეორეს ეს ჩემი ჯუჯუების ჭრილი. ხო. მოიცა ერთი წუთი ბუშმა არის. ლი არის, ესე იგი არის. ლი ნიშნავს არისო. ანუ დაგვისვა წერტილი რომ გადავედით უფალში და ყველაფერი ეს რაც ვილაპარაკეთ ეგ არის რა. აი რატო ვიძახით თურმე სიტყვას ეგ არის. აი რაღაცას ხო ვიტყვით და რო ცნობიერებაში ავალთ და აი რო დავეთანხმებით და ეგ არის. აი თურმე რატო არის. აგერ ლის ანურად ამტკიცებს რომ ეგ არის. მივედით დავუსვით წერტილი. დავუსვით წერტილი თუ არა დავუსვით წერტილი. შენ გაიხარ. ხო, მაინტერესებს ერთი საინტერესოა. ამას თუ უყურებთ ხოლმე ჯორჯაძის წარმომადგენლები, ჯორჯაძეს ხო თავისი თავისი ჯგუფი ხო დატოვა და საინტერესოა თუ უყურებთ ხოლმე მომწერეთ რა, რომ უყურებთ და გვიხარია, იმიტომ რომ ჯორჯაძესაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ქონდა გაჟღერებული რა. მე ერთხელ ქალბატონ რა ერქვა იმ ქალბატონს არ ვიცი, სულ იჯდა ხოლმე ცოტა ისეთი მოსული ქალბატონი იყო. რომ მივედი ჯორჯაძესთან ის იყო რა და სანამ ჯორჯაძე მოვიდა და მანანას უთხარი რომ მე არასწორ კითხვებს უსვამთ მეთქი რა ეხა იცი როგორ არის საუბრობდა ჯორჯაძე ბატონი ჯორჯაძე ისედაც ნელა და თანაც რა იყო იცი რომ კითხვას რასაც უსვამდნენ იმას პასუხობდა და ისეთ უცნაურ კითხვებს უსვამდნენ უთხარი რომ მეთქი არასწორად უსვამთ მეთქი რა კითხვებს და შენ რა გონიაო ჩვენ რატო უსვამთ ამ კითხვებს ჩვენი სურვილით უსვამთო და ვერ გავიგე რა ანუ ვერ გამიგო ვერც იმ ქალმა და ვერც მე ვერ გავიგე მისი პასუხი ვერც მან და გაიგო შემი კითხვა თუ შენიშნა და ვერც მე გავიგე მისი პასუხი და მე უკვე ჯორჯაძე ბატონი ჯორჯაძე შემოვიდა დავისყეთ საუბარი 2 საათი ვისაუბრეთ ხო და საბოლოო ჯამში ჩვენ კი მივუხვდით ერთმანეთს უკვე სწრაფად წავიდა ჩვენი საუბარი იმიტომ რომ ეხა ვინც გარკვეულია არსში ხვდება და საუბრობს და ვინც არა უსმენს და კითხვასაც ვერ სვავს. ხვდები არ იცის რა კითხვა დასვას, იმიტომ რომ ვერ ხვდება არს. და აი ეს მეგობრებო, ეხლა რასაც ვაკეთებ მე, ხო, ამ ქართული ანბანდ ღაღაც რო ვაკეთებ, ხო? თქვენი აზრი მაინტერესებს. იგებთ რას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გუშინ YouTube-ზე გუშინ კიდე დღეს ვნახე კომენტარი მოუწერია რომ დიდი ხანი ვუყურეო რა და მაგრა ვერ ხარო რა, ვერ ხარო რა, რეებს ლაპარაკობ, ან ვერ გაიგო ტიპმა და ეხლა 50-მა რო გაიგო და 1-მა რო არ გაიგო, ეგ არაუშავს, მაგრამ თუ 1-მა გაიგო და 50-მა ვერ გაიგო, მაშინ სხვანაირად უნდა ვილაპარაკო, გესმის და ამიტომ მეც მაინტერესებს თქვენი შეხედულებები, რას იგებთ აქედან მე რასაც ვლაპარაკობ, გესმით რას ვლაპარაკობ? დამიწერეთ რა კომენტარებში, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იქნებ შევცვალო რაღაც ფორმა და სხვანაირად დავიწყო ლაპარაკი. ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, ეს ჩემთვის ძალიან გასაგებია და სიდონის წევრებისთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ თუ ვინმესთვის გაუგებარია, მომწერეთ, არ მესმის, თამა, არ მესმის და თუ 20 კაცი მომწესო არ მესმის, ხო, მაშინ სხვანაირად დავიწყებ ლაპარაკს. კარგით, ცოტა ისა დაბალ საფეხურზე ჩამოვალ. მეგობრებო, დღეს ძალიან გავერთე თქვენთან ერთად. ხო, მანანა იყო ის. მანანა და ლიაო. ლია არ მინახავს, მანანა ვნახე. ხო, და მე იმანაც შემოიხედა, ლაშა გიორგია ესო, ლაშა გიორგი. ვინც ვერ იგებს, დაჯექით ორიანი. რა კარგი იუმორის გზნობა გაქვთ. ჩემს მეგობრებს ძალიან მიყვარხართ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ამბობს ნინო ხარაძე. ხო, ნინო მიხარია რა. ნეტა ბევრს გავაგებინოთ, ჩემო კარგებაო, ნეტა ბევრს. ხო, ნუ ეხლა გითხრა რაც უნდა გავაკეთოთ. იგულავეთ რა, გამოიტანეთ რაც გულზე გაქვთ, გამოიტანეთ გარეთ ენიდან გამოუშვით პირიდანო, კაცო, გვეუბნება ეს.
აგერ გითხრა ქართულმა ანბანმა და ჯარმაგანი. მეგობრებო, ძალიან გამახარეთ. დღეს ისეთი დათრგუნული ვიყავი ამ ჩრდილებით და ამის ყურებით, რომ ვიღაცამ ილია აგურზე ამოიტვიფრა და აო რა მაგრები არიან. ბიჭო, სატანურია ჯერ ეგეთიც ტატუირება და მერე კიდე ილიას რო დაიდება შავად გულზე. იცით რა არის ტატუირება? ტატუირება თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არის ანთება. ან თქვენი სხეული ამას იღებს როგორც ანთებითი პროცესი და წარმოიდგინეთ, რომ ამ გულზე ამხელა ილია გახადია ანთებითი პროცესით რა. თქვენი იმუნ სისტემა 24 საათი მუშაობს და ვერ ისვენებს. ანთებაა ეგ. ესე აღიქვავს, უკვე დადასტურებულია და დამტკიცებულია, რომ ტატუირება სულელია რა ადგილზე და სად და როგორ და რამხელა ანთებითი პროცესია. ხო და დავითრგუნე რა, ზოგმა იქ ნაყინიანი ილია მეორე გამოდო და შალვალ და ილია ნაყინს რო ჭამენ და ძალიან დაბალი და უკვე მირონი წამოსვლია მის ხატებს. უკვე მირონი წამოსვლია, გააგზავნეს რუსეთში და გააგზავნონ ეხლა ის მირონცხებულ. ხალხო, ქრისტე გვეუბნება რა, ერთი უნდა ამოვძებნო ეგ თავი და მუხლი. ნუ დაამყარებთ. სასწაულებზე რწმენას გვეუბნება ქრისტე. და აი ეს ხალხი, აი ეს საბნელეთი სულ გადააქციეს ესე კერპთაყვანის მცემლად, რაღაც სასწაულებზე აღელვებულ და აღზნებულ ხალხად და მათი რწმენა არის რაზე დამყარებული. იქ წვიდა ცეცხლი გამოდის, იქ ნირონი მოსდის, იქ გამოცხადება იყო, იქ ილია მეორე რა ვიცი, პირდა სისხლი ანთრია და რა მაგარი ტიპია და მოკლედ რა. თხებო და ცხრებო, მგლებო და სვავებო. რაღაცა ვქნათ რა, გავერთიანეთ მაგის დედავატირე რა, გამოვიდეთ მაგ ობიდან რა. გავიტანოთ გოლი. გაკოცეთ მეგობრებო, წავედით ახლა სანამ მიკროფონი გაითიშა. აბა თქვენიც.